მას მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავედ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისა და დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შესული პრიორიტეტების გამო წერს რადიო თავისუფლება. სამშაბათს 4 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს წევრების კანდიდატი ქვეყნების პროგრესს. საქართველოს შემთხვევაში მკვეთრ რეგრესს ევროინტეგრაციის გზაზე რადიო თავისუფლებამ, როგორც გითხარით, წინასწარ მოიპოვა ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკის შესახებ და ამ პროექტში, როგორც გითხარით, მწვავედ არის საქართველო გაკრიტიკებული. წინსწრებად ფაქტობრივად ხელისუფლება თავს იცავს და კვლავ საუბრობს იმის შესახებ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის არაობიექტური, მათი დამოკიდებულება არის მიკერძოებული საქართველოს მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს პაპუაშვილმა გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და როგორც წესი, სწორედ პაპუაშვილია ხოლმე სპიკერი ევროპასთან დაკავშირებით და მოგვიანებით მის ციტატასაც წაგიკითხავთ. ნოდარ ჩაჩანიძე, პარტია დროას კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. პარტია ახალის კოალიცია. ახალის, კი ბატონო. ერთი კოალიცია ხართ. კი, კოალიცია, ერთადერთი შენარჩუნებული კოალიცია. ხო. მოკლედ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ თემაზე მინდა უცბად ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს, რომ გაფართოების ანგარიში ჩვენ რეგრესზე არის საუბარი და ნიშნავს თუ არა იმას ზოგადად, რომ საქართველოს თქვათ სვლა ევროკავშირისგან უბრალოდ დასრულებული თუ არა, დიდი ხნით შეჩერებული და დაპაუზებულია. და შემდეგ უკვე შიდა საქმეთა თემებზეც გადავიდეთ. მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროა, რომ ცივილური სამყაროს აზრს, დემოკრატიული სამყაროს აზრს კონკრეტული სახელმწიფოს მაღალჩინოსნებისთვის ჩალის ფასი აქვს, როგორც ისინი აცხადებენ უკვე დიდი ხანია. თუმცა ნამდვილად არ აქვს ევროკავშირის მსგავს ანგარიშებს, მსგავს შეფასებებს ჩალის ფასი ქართული სახელმწიფოსთვის. ამ სახელმწიფოს 35 წლიან ისტორიაში ჩვენი ეროვნული მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანები, რაც ჰქონდა ამ სახელმწიფოს, ეს იყო ევროინტეგრაცია და ზუსტად ვიცოდით, ხო, ვიცოდით თაობებმა, ვიცოდით მოქალაქეებმა, რატომ გვჭირდებოდა, რისთვის გვჭირდებოდა ევროკავშირი და ხო, ბუნებრივია, ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩვენს ევროპერსპექტივას, ასე ვთქვათ. თუმცა რა თქმა უნდა იმედს არ ვკარგავთ, რა თქმა უნდა დასავლეთში იციან ძალიან კარგად საზოგადოების განწყობები, იციან ძალიან კარგად რომ რეალურად გვიწევს რუსული რეჟიმის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც იყენებს კიდევ უფრო მკაცრ, კიდევ უფრო რეპრესიულ მეთოდებს მოქალაქეების წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო იყო ხო პაპუაშვილის გამოხმაურება ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რასა მოკლედ ხორცული გვარი აქვს ამ ხალბატო იაკნოვიჩე მოკლედ ძალიან საინტერესო იყო რომ ხო გამოსული ხალბატონო 2019 წლიდან არის იუკნევიჩიანი კი მოკლედ თქვა რომ ხო ეს გორბაჩოვთან ერთად მუშაობდა რაღაც ესეთი უწოდა და შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს საბჭოთა კავშირიდან თუმცა საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანა ადამიანიდანო ალბათ ამ განცხადებას გულისხმობდით თქვენს და რა სამარცხვინოა ხო ამ ყველაფერს ასე შეხვედრა ასე ხედვა ლიეტუველი ევროპარლამენტარზე მსგავსი ტიპის განცხადება და ჩვენ ვიცით ლიეტუვა როგორ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და კონკრეტულად ის პოლიტიკოსები ვიზედაც საუბრობდა შალვა პაპუაშვილი და საინტერესოა რომ ამ რეჟიმის პატრონი ხო მათი პატრონი ბიძინა ივანიშვილზე უფრო რავი რუსი უფრო საბჭოთა ადამიანი ვის შეიძლება შეადარონ საერთოდ ბიძინას რუსობა ხო ადამიანი რომელიც კაცად შედგა იქ ადამიანი რომელმაც ფული შევა იქ 90-იანი წლების მოსკოვში 90-იანი წლების
რუსეთში გამილიარდებული ადამიანებიდან ვინ გვახსენდება დადებითად პოზიტიურად ყველაზე შავბნილ მოსკოვში 90-იანი წლების რუსეთში ვინ იშოვა მილიარდები და ვინ მოახმარა სწორ საქმეს, ვინ მოახმარა საკუთარ სახელმწიფოს. და ჩვენ ხედავთ ხო ივანიშვილს, რომელიც ბოლომდე ცდილობს რომ გაანადგუროს ის, რაც წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მართლა იწვალა, ხო პატარა ნაბიჯებით მივდიოდით ჩვენ დასავლეთისკენ თუ დიდი ნაბიჯებით შედარებით, დღეს ეს ფაქტობრივად პროცესი შეჩერებულია და დამოკიდებული არის მხოლოდ საზოგადოების ან ხალხის ბრძოლაზე და ბუნებრივია ჩვენი პარტნიორებზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. ხო, ნუ პაპუაშვილის ციტატა, რამდენიმე ციტატაა, კიდე უარესი თუ ბრიუსელი აპირებს სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად, ტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით ქართულ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ, ის ამბობს. ასევე ამბობს ამ ანგარიშზე სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სულ უფრო მცირდება, ბრიუსელი განიცდის ღირებულებით უკუსვას და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს. ანუ ბრიუსელი არის აცდენილი, ჩვენ ვართ დაახლოებული. შალვა პაპუაშვილი ასე ამბობს, ევროპის სახელით ველაპარაკებიან გორბაჩოვის თანამებრძოლი ივუკნევიჩიენე და ასტრახანში დაბადებული ლაგოდინსკი. ადამიანი შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან და ეს რაზეც თქვენი საუბარი. მოკლედ ასეთი პასუხი აქვს. კი, ამ დროს ყობახიძის საოცნებო 80-იანი წლების საქართველოს და თბილისია, ამ დროს ყობახიძის საოცნებო პერიოდი და ვიღაცები თუმე ევროპარლამენტარები ვერ გამოსულან საბჭოთა კავშირიდან და ეს ხალხი ბიძინას რეჟიმია გამოსული თუმე. ხო, და შესაბამისად, ნუ ადრე თუ იყო ასეთი განწყობა საქართველოში, რომ აი თუ ხელისუფლება რაღაც პროდესალურ კურსთან გადაუხვევს საქართველოში რაღაც მოხდება მნიშვნელოვანი და ხელისუფლება ვერ დარჩება სათავეში. ეს ფაქტობრივად ასე არ აღმოჩნდა, ხო? კი, გამოვიდა ბევრი ადამიანი, მას მერე რაც ეს განცხადება გააკეთა შარშან დეკემბერში, ბატონმა უბრალოდ ნოემბერში ბატონმა ყობახიძემ, მაგრამ ნუ გადაიტანეს ეს კრიზისი და დღეს აგერ ასე ვთქვათ, ხო, გონორით ელაპარაკებიან როგორც ოპოზიციონერებს, ისე ბრიუსელსაც და ამბობენ, რომ ბრიუსელი არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს და ნუ საოცარი პასუხი აქვს, ხო? მიდგომა რიტორიკა და ამას ესე ჩვეულებრივად უსმენს მოსახლეობა და როგორ ფიქრობთ, ოპოზიციურ პარტიებმა ამ სიტუაციაში რა გამოსავალი შეიძლება ხედავდეს? თუნდაც თქვენი კოალიცია, აგერ ხა ერთ-ერთი თქვენი ლიდერი ისევ ციხეში დატოვეს, ბატონი ხოშტარია, დღეს სასამართლო ჰქონდა. რა ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეს? ამაზე ბევრი მსჯელობა მიდის, ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მოსმის, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ? მოკლედ რამდენად გადაიტანა კრიზისი და სახალხო წინააღმდეგობას აქვს თავისი ფაზები, ხო 28 ნოემბრის შემდეგ რაც ყობახიძემ განცხადება გააკეთა, მოღალატეობრივი განცხადება, ჩვენ ვნახეთ რა სახალხო პროტესტი და ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ხედავდით მუდმივად სხვადასხვა დროს ძალიან მასშტაბურ აქციებს 10000-ობით მოქალაქეს და ბოლო პერიოდშიც ჩვენ მქონდა ესეთი მასშტაბური აქციები, როცა მართლა კიდევ ერთხელ 10000-ობით მოქალაქე დადგა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. პროპაგანდას ცდილობს ბუნებრივია რომ ეს პროტესტი გამოაჩინოს სუსტად, გამოაჩინოს ის რომ გადალახა უკვე ქართულმა ოცნებამ გარკვეული წინააღმდეგობა და კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ამ კრიზისს ექნება კიდევ თავისი კიდევ უფრო მწვავე ფაზები ვიდრე ქონდა ამ ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი სტრატეგია, ჩვენი მიმართულება ეს ცხადია, რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ბრძოლა ბოლომდე რეჟიმთან და ჩამოშლა, ხო, ჩვენ რეალურად ამ რამდენი გზა არსებობს, ხომ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, არჩევნების ხელისუფლების შეცვლა ამ რეალობაში ასეთი არჩევნებით ფაქტობრივად არ არსებობს. დღეს არ აქვს არჩევნები, რომელთაც მსგავსი რეჟიმები მიდიან და ჩვენ მოსაპოვებელი გვაქვს არჩევნები, რომელთაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გაშვება მისი კონტროლის გარეშე ჩატარებული არჩევნები და როგორ იქნება ეს მომავლის საკითხია და ამაზე აუცილებლად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა კიდევ. მეორე გზა რაც არის, ხო, ეს არის რევოლუციური გზა, რომელიც ჩვენ ხედავთ და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც ამ გზაზე ვერ ან არ არის თანახმად სხვადასხვა მიზეზების გამო და რჩება რეჟიმი მსგავსი რეჟიმების ასე ვთქვათ შეცვლის კიდევ ერთი გზა, ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რეჟიმის სისტემური ბრძოლა, როგორც პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან ბრძოლა, შეუგუებლობა და აუმორჩილებლობა, ართანამშრომლობა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ერთიანობამ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, არამედ ერთიანობამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ხო? პროპაგანდა
პროპაგანდა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად დაგვანაწევროს და აღქვიჩოს და გამოაჩინოს, რომ ხალხი ცალკე დგას და პოლიტიკური ძალებით განან ცალკე არა და რეალურად ასე ერთიანად, ასე ერთნაირად არასდროს არ გვდომია ორი კონკრეტული მოთხოვნა, ხო, რომელიც აქვს უკვე 1 წელია პროტესტს და ეს მოთხოვნები მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერად დადგება დღის წესრიგში. ეს არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხო? ჩვენ ერთი რამ უნდა გავიაზროთ, როცა ვლაპარაკობთ ერთიანობაზე, აქ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კონტექსტით, ხო, საარჩევნო ერთიანობაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პირველ რიგში მოსაპოვებელი არჩევნები. ჩვენ გვაქვს გამოსაგლეჯი არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელთაც შეიძლება რეალურად თავისუფლად, რომელსაც უწოდოთ თავისუფალი არჩევნები, სადაც არ იქნება დარღვეული ყველა მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც არჩევნების დროს დაირღვა, ხო? ანუ ჩვენ ვიცით მე არჩევნების ფარულობა მაგალითად, ხო, ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევა. ყველაფერი მიზნები გასაგებია, მაგრამ ამას როგორ უნდა მიაღწიოს ოპოზიციამ, აქ არ ჩანს, ხო, არაფერი. კი, კოალიცია ცვლილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან ხდება მაგალითად ეხა ამბობს რომ რაღაც 50 კაცი დგას ყოველ დღე ქუჩას კეტავენ და იჭერს ამ ხალხს შესაბამისად უსჯის ზოგს ორ კვირას ეხა თუ განმეორებით იქნება 1 წლიანს და ამ პროტესტის მოხდობასაც ცდილობს რაც დარჩა ხო ეს ნარჩენი და აი ახალი პროცესი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიწყონ ალბათ ხო ეხა სამხელმო საზოგადოებას რაც შეეძლო გააკეთა ხალხს რაც შეეძლო გააკეთა ხო ამდენი წელი ამდენი თვეა უბრალოდ ქუჩაში დგანან და თქვენ რა პროცესს დაწყებას შეგიძლიათ ამაზე არის საუბარი შეგიძლიათ საერთოდ რაიმე პროცესის დაწყება არ შეგიძლიათ კოალიცია ცვლილებისთვის ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული შემხედრე ნაბიჯები გადადგა პოლიტიკური ჯგუფების და საზოგადოების მხრიდან. მე არ მგონია რომ მხოლოდ პოლიტიკოსების ხელშია დღეს ინიციატივა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინიციატივები დღეს მით უმეტეს ერთიანობის მიღწევის კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში საარჩევნო ერთიანობაზე არ ვსაუბრობთ, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ისეთი არჩევნები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. გვჭირდება თუ არა ეს ერთიანობა, ანუ პირველ ნაბიჯად ეს არის გასაკეთებელი ახლა და შემდეგ არის ისე არ უნდა მოვიქცეთ ბუნებრივია თითქოს წინ გვაქვს ეს თავისუფალი არჩევნები თითქოს მოდის რაღაც და ვემზადოთ ისეთი არჩევნებისთვის რომელთაც შეიძლება ბიზნეს გაშვება ჩვენ მსგავსი ასეთი ტიპის არჩევნები მოსაპოვებელი გვაქვს და აქ არის საჭირო კოალიცია ცვლილებისთვის მუშაობს ხო მუშაობს ამ ერთიანობაზე ხო უკეთესი რეცეპტი ამ ქვეყანაში და ზოგადად სოფლიოში ერთიანობაზე უკეთესი რეცეპტი არავის არ მოუგონებია სამწუხაროდ ეხლა მე რაც ერთიანობა ვისთანია ერთიანობა წეგანაც თქვი და აღნიშნავ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ერთიანობა მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსების ინიციატივებმა, ასევე სახალხო ინიციატივებმა და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას და ყველა ხედავდა ხო ბუნებრივად რომ ეს იყო სახალხო პროტესტი, ეს არ ყოფილა არანაირად პარტიული პროტესტი და ეს იყო პირველ რიგში საზოგადოების ხმა. ამიტომ დღეს ჩვენ მუშაობთ ბუნებრივად პირადად მე, ჩვენი კოალიციის წევრები, ეს რამდენიმე პარტია, მათ შორის გირჩის, დროას, ახალის წევრები მუშაობთ ბუნებრივად იმაზე რომ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებმა შეძლონ კოორდინაცია ერთმანეთთან. ხო ამ შემთხვევაში მეტი ორგანიზებულობაა საჭირო, რაც მნიშვნელოვანია გარდა იმისა რომ ჩვენ შევძლოთ გარკვეული კოორდინაცია და ერთიანი მიზნების დასახვა და პრინციპების ირგვლივ გაერთიანება ამ შემთხვევაში არ გულისხმობთ რაღაც утоპიურ გაერთიანებას და სრულერთობას, თუმცა შეიძლება გამოვიკვეთოს ესეთი ძლიერი ერთობა, ახალი ერთობა პირველ რიგში, სადაც იქნება ძალიან ბევრი საზოგადოების სახე, მათ შორის ეს იქნება ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი პოლიტიკური ერთობა. დღეს იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ როგორ ებრძვის პროდასალურ პარტიებს რეჟიმი, ჩვენ ხედავთ რომ გაუქმების პირას არის ყველაფერი, არა მხოლოდ არჩევნები და არა მხოლოდ პარტიული პოლიტიკა დღეს ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრი რამ და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფების ერთიანობას რეალურად და ამ მხრივ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ ძალიან ბევრ აქტივისტების ჯგუფებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და მგონია რომ ეს მე ვფიქრობ რომ 28 ნოემბრამდე ზუსტად წლისთავი იქნება იმ უტიფარი მოღალატეობრივი განცხადების რაც ყობახიძემ გავრცელა მე ვფიქრობ ეს ამ პროცესს ექნება თავისი ლოგიკური დასასრული კი ბატონო როგორც 26 ოქტომბერს გამოვიდა რამდენიმე 10,000 ადამიანი გამოვა ისევ თუმცა უნდა გაჟღერდეს სხვა ტიპის ინიციატივა. ამას ვაპარაკობ რა, ანუ საუბრობთ ერთობაზე, ესე უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯგუფი და რატო არ გამოდის მე აქამდე? რატო არ გამოვიდა აქამდე? ან აქ სად არის ეს ერთობა, როდის იქნება?
რავი, რამე კატერილის გაქვთ? ხო, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ამ 1 წლის განმავლობაში, ბევრი რაღაც გაიფილტრა, ვნახეთ ვისთან შეიძლება ამ მსგავსი ტიპის ერთობაში, ანუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობაში, ვისთან შეიძლება და ვისთან ვერ შეიძლება თანამშრომლობა, ეს ყველაფერიც გამოჩნდა. ანუ გამოჩნდა ის სუბიექტები, გამოჩნდა ის ჯგუფები, ვინც ბოლომდე ურყევად ბრძოლისთვის არის განწყობილი და გამოჩნდა ის ჯგუფები, ვისაც შეუძლია, ვინც უშვებს იმას, რომ ასეთ რეალობაში შეიძლება ითანამშრომლოს რეჟიმთან, შეიძლება მას შეუქმნას დემოკრატიული ფასადი და ამ შემთხვევაში მე ბუნებრივად გულისხმობ ერთობას იმ ჯგუფებს შორის, ვისაც რეალურად შესწევს უნარი და ძალა ებრძოლოს ივანიშვილს. ამიტომ ეს ერთი წელი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ გამოჩენილიყო ვინ დადგებოდა და ვინ დარჩებოდა ამ გზაზე და დღეს ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, კიდევ ვიმეორებ, ყოველდღიური მუშაობა გვაქვს ჯგუფებთან, რომ 28 ნოემბრამდე დასრულდეს ეს პროცესი, რაც არის ძლიერი ფრონტის, ძლიერი წინააღმდეგობის ფრონტის, ძლიერი პლატფორმის შექმნა. ეს არის საზოგადოებრივი პოლიტიკური პლატფორმა და არა მხოლოდ რაღაც პარტიული და არა მხოლოდ რაღაც ჰიპოთეტური გაერთიანება, რაც გვინახავს აქამდე ჩვენ ბუნებრივია შეცდომები იყო ამ გზაზე, იყო ისეთი ერთობები, რომელიც დაიშალა, ჩვენ ვნახეთ ბრძოლაში ღალატიც იმ კონკრეტულ პრინციპებზე შეთანხმებული ჯგუფების ახარია უკვე გამორიცხულია ლელო. ანუ უნდა გადადგან, გეტყვით, ზუსტად გეტყვით ამ ყველაფერს. ანუ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცები უნდა აღიარონ. მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, ასევე სხვა პარტიების მხრიდანაც ჩვენ ველოდებით შემხედრ ნაბიჯებს. ჩვენ თუ ხედავთ გახარიას მხრიდან იმ ნაბიჯს, რომ ისინი შედიან პარლამენტში და ისინი კიდევ ვიმეორებ დემოკრატიულ ფასადს უქმნიან ავტოკრატიულ რეჟიმს, მაშინ ბუნებრივია ისინი თავად გამორიცხავენ ჩვენი მხრიდან მართთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ხომ გახარიამ თვითონ ჩაკეტა ეს კარები პარლამენტში შესვლა. თუმცა ლელო უნდა პარლამენტში შედიან, ლელო საკრებულოში შევიდა და იქ უქმნის ამ იმას, რა ქვია, ფასადს და ასე შემდეგ და ანუ რა ხდება, ლელოს გამორიცხულია თუ ლელოსთან შეიძლება ლაპარაკი? არა, ლელო გამორიცხული ვერ იქნება ამ რეალობაში, ეს არის ჩემი პირადი შეხედულება და არა მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულება, ასე ფიქრობ ძალიან ბევრი ჩვენს კოალიციაშიო. კიდევ ვიმეორებ, თქო, ჩვენ ვდგავთ ამ ნაბიჯებს პროაქტიულ რეჟიმში, რამდენიმე კვირა უკვე ჩვენ მუშაობთ და ვსაუბრობთ საჯაროდ ერთიანობის მნიშვნელობაზე. მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა რეალურად. ახლა მართლა ახალი ტალღაა და ახალი ეტაპია დაწყებული და ახალი გადააზრებაა იმის დაწყებული, რა ამხელა მნიშვნელობა ქონია თურმე რეალურად და ამ მომენტში ამხელა მნიშვნელობა შეიძინა დამატებით ახალი მნიშვნელობა ერთიანობამ რეჟიმის წინააღმდეგ. და მე მგონია, რომ ეს გამოვა. გამარჯვების გასაგები ბუნებრივი რაც უნდა ვიფიქროთ ხა და ლელო მე ხარ როგორც გადაუხვია ერთიანი გზა, ხვალაც რო გადაუხვიოს მე რა. ხო, კიდევ ამბობ, ლელომ უნდა შეძლოს კონკრეტული გარანტიების და მყარი გარანტიების და განსხვავებული გარანტიების მიცემა, რაც აქამდე მოგვისმენია მათგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლელოს დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს პირველი ნაბიჯის გადადგმის კუთხით. მათ შორის გარკვეული ინიციატივის დაყენების კუთხითაც, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვიცით რომ შევიდა არჩევნებზე, ვიცით რომ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა და მინიმუმ ეს იყო უმძიმესი შეცდომა, რომ ჩვენ ივანიშვილს დავეხმარეთ რაღაც ბუტაფორეული არჩევნების კიდევ ერთხელ ჩატარებაში. ეს ამერიკით თქვენ დაუშვით შეცდომა. ხო, ანუ მე მგონი პროცესმა გამოაჩინა, ანუ არჩევნების შედეგებმაც გამოაჩინა მათ შორის და პროცესმა გამოაჩინა. თქვენ წარმოვიდგინეთ თბილის მოვიგებდით ისინი ამბობენ. ხო, არა, შეიძლება ვიღაც ნანობს კიდეც, შეიძლება ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ არჩევნებში არ შესვლა ეს შეცდომა იყო, ხო, ამას ამბობენ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ყველა რო შესულიყო არჩევნებში, ან 24 წელს ყველა რო შესულიყო პარლამენტში, რამხელა იმედგაცრუება იქნებოდა ადამიანებში. მაშინ უნდა გვენახა ჩვენ პოლიტიკური პროცესის დასასრული რეალურად, მაშინ უნდა გვენახა ნიჰილიზმი, ჩვენი პოლიტიკური ძალა მათ შორის კოალიცია ცვლილების, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა პროდასავლურ პარტიებს შორის, რომ შევსულიყავით პარლამენტში. იქ დასრულდებოდა ზუსტად პოლიტიკური ბრძოლა, იქ დასრულდებოდა ზუსტად პარტიული ბრძოლა და ჩვენ ეს ბრძოლა გავაგრძელებთ. ის რასაც ეხა ივანიშვილს უწევს ყველაზე მეტი გამკლავება, ეს არის პოლიტიკური ჯგუფები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებსაც ვერ ერევა, რომელსაც ვერ ამოსდო ლაგამი, რომელიც მართვაც არ შეუძლია, თუნდაც დროებითად სიტუაციურად მათი გამოყენება არ შეუძლია. ჩვენ არც ერთ სიტუაციაში არ ვითანამშრომლობთ რეჟიმთან და უბრალოდ სხვა უკეთესი საშუალება, პოლიტიკური საშუალება დღეს დარჩენილი საშუალებებიდან ამ ქვეყანაში არ არსებობს. და მთავარი გზა, რასაც ხედავთ, რეალურად ეგ არის, სადაც საუბრობთ, რომ შეიქმნას ასეთი ტიპის პლატფორმა და წინააღმდეგობის ახალი ფრონტი და ეს მოთხოვნა ეს არ არის გაჩენილი წინან, ხო, ბუნებრივია, თავად რუსთაველის გამზირმა გააჩინა. იქ არიან კონკრეტული ჯგუფები, ვინც ყოველდღიურად ერთმანეთთან საუბრობს და ეს რეალობა მოიტანა ბუნებრივია იმ ერთმა წელმა რა პროტესტში ახლა ჩვენ ვიმყოფებით.
ხო, გასაგებია, პროტესტის ფორმებიც ალბათ შესაძლებელია. ხო, ახლა სამდენს უნდა მიდიოდნენ ადამიანები ციხეში ქუჩის გადაკეტვის გამო. ხო, რა ვფიქრობთ ამ თემაზე? კი, ჩვენ მოგვიწევს აუცილებლად პროტესტის ახალი, კრეატიული, განსხვავებული ფორმების მოძებნა, მათ შორის პროტესტის გეოგრაფიის შეცვლაც, თბილისშიც, დედაქალაქში მათ შორის და რეგიონებში. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ხალხი, 10,000-ობით ადამიანი, რომლებიც კონკრეტულ აქციებზე გამოდიან, უფრო აქტიურად ჩაერთონ ყოველდღიურ პროცესში, ყოველდღიურ აქტივობებში. და ამიტომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საზოგადოებრივი დაგეგმა ერთობლივად, რომ ჩვენ შევძლოთ არა მხოლოდ პარტიული აქტივის, არა მხოლოდ ჩვენს პარტიაში მყოფი წევრების თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ კონკრეტული აქტივობების დაგეგმა, არამედ შევძლოთ ეს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ 28 ნოემბერს, რაც თქვი, უნდა გამოიკვეთოს ახალი, არა მხოლოდ 28 ნოემბერს არ უნდა გამოვიდეს მხოლოდ 10,000-ობით ადამიანი. ამ ადამიანებმა უნდა მოისმინონ და უნდა დაინახონ კონკრეტული შემდგარი იქნება უკვე ერთობა? ზუსტად ამაზე ვმუშაობთ, რომ 28 ნოემბრისთვის შემდგარი იყოს აი ამ ტიპის პლატფორმა, წინააღმდეგობის ფრონტი და ადამიანებმა დაინახონ ეს ყველაფერი. კიდევ ამბობ, აქ არ არის. თუმცა ასეთი პლატფორმა ბევრი შემდგარა, ხო, რაღაცა იყო ქარტიის ირგვლივ, მერე იქიდან რაღაცები გავიდნენ, მერე იყო 8-იანი გახდა, მერე 7-იანი. ანუ ეს რომ შედგება ერთობა, ეგეც სხვაგვრის გარანტია არ არის, ხო, მერე იშლება, ხო, ამ ერთობაში იყო რაღაც ლელო და ეხლა მერე გახარიასთან ერთად აღმოჩნდა აგერ ამ არჩევნებში და ანუ რაღაცა მოსახლეობას ეს რატო გაუჩენს რაღაცა იმედს, რომ ეს უფრო რაღაცა მყარი ერთობა იქნება, ხო, წინა ერთობებისგან განსხვავებით. უნდა შევძლოთ შეცდომების გათვალისწინება. ბუნებრივად გქონდა მსგავსი ტიპის ერთობებში და პრინციპების შეთანხმებაში შეცდომები ყავდა არასანდო პარტნიორებიც კონკრეტულ შემთხვევებში და მოსახლეობა ხედავს იმას, რომ რეალურად სხვა გზა, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანენ, სხვა გზა არ არსებობს და ამიტომ, რა ვიცი, ანუ კონკრეტულად რა ტაქტიკით შევძლებთ იმას, რომ კიდევ უფრო დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ეს არის ის ერთობა და ის ერთობა, ანუ ამას იგრძნობს. როდესაც ადამიანი იგრძნობა, მოდის თუ არა ერთობისგან კონკრეტული ძალა, მოდის თუ არა კონკრეტული შინაარსი და კიდევ ამბობ, ერთობა ერთობისთვის არ უნდა იყოს, უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში მთავარი მოთხოვნები და უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ბრძოლა ამ მიმართულებით. კოალიცია თუ არა ამ ერთობას ერთი გამოკვეთილი ლიდერი. არა, მე ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე შესაძლოა არ ყავდეს და სხვა მიმართულებით არა ვართ ამაზე ჩამოყალიბებული, სიმართლე რო გითხრათ, ალბათ პირველ ეტაპზე მსგავსი ტიპის ერთი გამოკვეთილი ლიდერი არასწორი იქნება ასეთი ტიპის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ერთობაში. მაშინ ხო რა იქნება განსხვავებული თუ აღას ვიდახ წინა ერთობებისგან. განსხვავებული იქნება პრინციპებზე შეთანხმება და პრინციპები, განსხვავებული იქნება ის, რომ შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ იმ წინა ერთობების, რომლებიც დაიშალა. განსხვავებული იქნება ის, რომ ერთობა უნდა იყოს ძალის გამომსხივებელი და არა მხოლოდ ბუტაფორიული. განსხვავება იქნება ის, რომ აქ ჭიდროთ იქნება პოლიტიკური ძალები და საზოგადოებრივი ძალები ერთად დაკავშირებული და ზუსტად ამაზე მუშაობთ. განსხვავება იქნება ის, რომ შეიძლება პროტესტის ფორმები და ამაზე იქნება ბევრად უფრო ღია და ბევრად უფრო საჯარო უნდა გახდეს კომუნიკაცია, როგორც რუსთაველის გამზის შეკრების საზოგადოებასთან, ასევე საჯარო კომუნიკაცია მათ შორის ტელევიზიებით. ეს არის ისედაც შეუძლია მოვერიოთ, ანუ არ უნდა იყოს კულუარული, მაქსიმალურად უნდა გამოვიდეს პროტესტი და ფრონტი კულისებიდან და უნდა იყოს ღია და საჯარო ბრძოლის ტაქტიკები მათ შორის და საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს განსხვავებული. საზოგადოებამ უნდა იგრძნოს მისი ჩართულობის განსხვავებული ხარისხით, უნდა იგრძნოს ის, რომ ეს არის ის ერთობა, სადაც მან შეიძლება მოძებნოს თავისი ადგილი სწორედ და პოლიტიკურმა ჯგუფებმა ალბათ ყველაზე მეტად ამის ორგანიზება უნდა მოახერხოთ, რომ საზოგადოებას ვაგრძნობინოთ ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში. დღეს პოლიტიკურ პროცესს ამ ქვეყანაში ვეღარ ქმნიან მხოლოდ პარტიები, დღეს პოლიტიკურ პროცესს ამ ქვეყანაში ქმნის პირველ რიგში ხალხი, პირველ რიგში ქმნის მოსწავლეების პროტესტი. დღეს ქმნის ქართული ოცნება ერთი მხრივ თავისი რაღაც ახალი რეპრესიული კანონები და მეორე მხრივ ხალხი. თქვენ საერთოდ არ ხართ პოლიტიკურ დღის წესრიგი შემქმნელები დღეს. ოპოზიციური არ ფიქრობ ეგრე ვერ დაგითანხმებით მაგაში. რა პოლიტიკურ დღის წესრიგი შექმნით ბოლოს? ან პოლიტიკურ დღის წესრიგი არის რუსთაველის გადაკეტვა და ქართული ოცნების რაღაც დრაკონული კანონების მიღება და პარტიების აკრძალვა და ასე შემდეგ. ანუ ან ისინი ქმნიან, ან ხალხი ქმნის კუჩაში. პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიცია საერთოდ გამქრალია. პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში, სახალხო პროტესტის გაძლიერებაში ოპოზიციურმა პარტიებმა, პროდასალურმა პარტიებმა ითამაშეს ძალიან დიდი როლი. ის რომ პარლამენტში არ შევედით, ეს არ იყო პატარა მოვლენა ამ ისტორიაში. ასე ვთქვათ, ყველაზე მთავარი მიღწევა თქვენი, რომ ერთად რაღაცა გააკეთეთ.
და ამან დაირღვა ხა ერთი სწორედ ამან გამოიწვია, ანუ პოლიტიკური პროცესის სხვა მსვლელობა გამოიწვია ზუსტად ამან. ის რომ ჩვენ დაფინანსებაზე ვთქვით უარი, ხო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე პოლიტიკურმა ძალებმა, ეს უმნიშვნელოვანესი და პრეცედენტული გაწყვეტილება იყო. მსგავსი რამ ამ ქვეყანაში ძალიან იშვიათად მომხდარა და ამას ყველაფერს ხედავს საზოგადოება. როდესაც დაინახეს კოალიციად ცვლილების, როცა დაინახეს ის, რომ პროდასავლური პარტიები არა ვართ რაღაც პარლამენტის სკამებზე ჩაბღაუჭებული და ამაზე ასე ვთქვათ გაგიჟებული, რომ როგორმე შეაღწიო პარლამენტში და გერქვას პარლამენტარი. დაინახეს, რომ არა ვართ არც ფულზე და სახელმწიფო დაფინანსებაზე, ხომ? ამ ყველაფერს ხედავენ, რომ ბუნებრივად ჩვენ ვწირავთ ჩვენ თავს. ბრძოლის მეთოდია ის, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები, ჩვენი კოალიციის ლიდერები ციხეში შედან, ხო? მართლა ვინ ფიქრობს და ვის წარმოუდგენია, რომ ეს ხალხი დღეს ბრძოლას არ აგზელებს. ყველაზე ბრძოლის ფრონტში არიან ზუსტად. მე დღის წესრიგის შექმნას მათ შორის ჭირდება გამბედაობა, ჭირდება საკუთარი თავის თავგანწირვა და პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ხო, რიგით პოლიტიკოსებს არ დაუკვლიათ თავგანწირული ნაბიჯები ნამდვილად იმისთვის, რომ შეექმნათ ის დღის წესრიგი, რაც არის დღეს. მესმის, რომ თავისთავად ბუნებრივია ქართული ოცნება დღის წესრიგს წარმართავს და ჩვენ სამწუხაროდ მოპასუხის პოზიციაში ვართ და ვერ შევძელით ეს, რომ შეგვეცვალა ეს რეალობა და სწორედ ამიტომა ხო ერთიანი სტრატეგია დასაგეგმი და ერთიანი კოორდინირებული სტრატეგია დასაგეგმი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ. ანუ ჩვენ ჩავაყენოთ მოპასუხის პოზიციაში ქართული ოცნება, ხო? ჩვენ ხედავთ მათი პროპაგანდას, ხო, მათი ბინძურ პროპაგანდას, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ხო? ქალბატონი აზა დააკავეს გუშინ 71 წლის ადამიანი და ნახე კონკრეტულ სხვა ქართული ოცნების მეხოტბეების, კომენტარების, ტროლების, ბოტების, აი ყველაზე უნამოს ყველაფერზე წამსვლელები, ყველა შეურაცხყოფენ ყველას, დევნილ რას წერენ საერთოდ აფხაზეთიდან დევნილებზე, ანუ ქალბატონი აზას შეურაცხყოფა, გადაიტანეს მთლიანად დევნილების შეურაცხყოფაზე, აფხაზეთიდან იძულებით ჩამოსული ხალხის და ეს ყველაფერი არ ვიცი, ანუ ამ ყველაფერს ჭირდება სწორი კონტრპროპაგანდა ჭირდება, რა თქმა უნდა, და ამაზეა სამუშაო. ძალიან ბევრი რამე ჩვენ ვერ შევძლებთ, ძალიან ბევრი რამეში კიდევ ვიმეორებ, შეცდომა ჰქონდა ბევრი მხრივ, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და ეს არის შესაძლებელი, უნდა ვისწავლოთ აუცილებლად იმ წარსული შეცდომებით და გამოცდილება უნდა ვაქციოთ რეალურად ნაბიჯებში უნდა გადავიტანოთ ის წარსული გამოცდილება რაც გვაქვს და სამთავრობო პროპაგანდასთან რომელიც ცდილობს რომ დაანახოს რუსთაველის პროტესტი ადამიანებს არქმევს სხვადასხვა იარლიკებს აწებებს ხო ნახა ერთი წლის განმავლობაში ქართულმა ხალხმა ნახა ძალიან კარგად ვინ დგას რეალურად რუსთაველზე ნახა უამრავი დაკავებული პედაგოგი უამრავი დაკავებული რა ვიცი ან ძალიან ძლიერი პროფესიონალები ნახეს უჭკვიანესი უნიჭიერესი ახალგაზრდობა რეალურად ნახეს იქ ვინ დგას რუსთაველზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ უპირისპირდება დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. უპირისპირდება არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსები, უპირისპირდებიან ამ ქვეყნის საუკეთესო, ყველაზე მებრძოლი, ყველაზე თავისუფალი მოქალაქეები, უპირისპირდება ახალგაზრდობა, უპირისპირდებიან პროფესიონალები, უპირისპირდება ის ხალხი, მათ შორის ყოფილი დიპლომატები, ვინც ქართული ოცნების რიგებში ირიცხებოდნენ, ვინც მართლა წლების განმავლობაში ბევრი რამ აკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ქონოდა პერსპექტივა ევროკავშირში და დასავლურ გაერთიანებებში. მადლობა დედი განაცემის სტუმრობისთვის. ნახოთ კვირდება ოპოზიცია გაერთიანებას, როდის შედგება და შედგება თუ არა. ნოდარ ჩაჩანიძე პარტია ახალების წარმომადგენელი კოალიციას ცვლილებებს წარმოადგენს ეს პარტია. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ზურაბ ცეცხლაძე, მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა შემოგვიერთება, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად იხდიდა 5 დღიან სასჯელს ციხეში. ცეცხლაძე, მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა, რომელიც თავად იყო რამდენიმე დღის წინ მსჯავრდებული, როგორც გითხარით, 7 დღე მიუსაჯეს გზის გადაკეტვის გამო. მოგესალმებით ბატონ ზურაბ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც ვიცი, დღეს თქვენ შვილთან იყავით ციხეში, როგორ არის, თავს როგორ გრძნობს და პოლიტიკაზე ლაპარაკობთ ალბათ, ხო პირველ რიგში და რას ფიქრობს ამ მიმდინარე პროცესებზე? დღეს თავი კითხვა არის, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტის პერსპექტივა, ხალხი ქუჩაში გამოვა, აღარ გამოვა, პარტიებმა რა უნდა ქნან, პოლიტიკოსებმა, ნუ არ ვიცი და ამ თემაზე თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს, თქვენ შვილის რა მოსაზრება აქვს და მე იმასაც ვისაუბროთ, პაპუაშვილი ტერორისტს რო ეძახის მას. დიახ. საღამოშვიდობის, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენს მაყურებელს მივესალმები. ეხლა პირდაპირ გლდანის ციხიდან მოვდივარ, დღეს შევხვდით. ჩემი პატიმრობის შემდგომ პირველად შევხვდით. ეს პროცესები ისე გავიარეთ, მას შიმშილობა ქონდა გამოცხადებული და ასე შემდეგ. მოკლედ, ვსაუბრობთ ჩვენ რა თქმა უნდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ძირითადად
მე ვიზიარებ მის მოსაზრებებს, სიმართლე რო გითხრათ და ვახმოვანებ შემდგომ ხელმძღვანელობ ამით. ჩვენ რაღაც აზრებს ვაჯერებთ ერთმანეთს, რაღაც მოსაზრებები მას აქვს, რაღაც მოსაზრებები მე მაქვს და შემდგომ როცა ტელევიზიებში და საჯარო სივრცეში ვარ, დაახლოებით აი ამ საერთო მოსაზრებებს ვუზიარებ საზოგადოებას და ეს ფაქტობრივად რასაც მე ვახმოვანებ, ეს არის ერთობლივი ნააზრევი ჩემი და ზვიადის. ჩვენს გითხარით რაში. ხო, ანუ დღეს კონკრეტულად ვისაუბრეთ, როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, რა რესურსი არსებობს, რისი გაკეთება არის დღეს შესაძლებელი და რამდენი ეტაპებისაგან უნდა გავიაროთ, რომ რაღაც აქ პროტესტის თვალსაზრისით რაღაც კულმინაციას მივაღწიოთ და ამ პროცესებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებმა. პირველი და რაც აუცილებელია, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ პროტესტი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარეობს, ეს არის არ ვიცი ისეთი პროტესტი, რომლის შეჩერება არ შეიძლება და არა მხოლოდ შეჩერება არ შეიძლება, ტროტუარზე დარჩენა არ შეიძლება და აუცილებლად ყველა შემთხვევაში უნდა გადაიკეტოს რუსთაველის პროსპექტი. აი, ბევრს ამაზე ეს კითხვა აქვს, რომ აი რა არის, რატო არის ასე მნიშვნელოვანი ეს, რომ გადაიკეტოს, რამდენიმე ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი, ამის გამო ციხეში წავიდნენ. ეხლა 5-7 დღე იყავით, მაგრამ ეხლა მეორეჯერ რო გადაკეტოთ, ერთი წელი მოგიწევს ჩაჯდომა. შესაბამისად, ბევრი კითხულობს, რომ რატო არ შეიძლება რომ პროტესტ ფორმა შეიცვალოს და ხო, ვიღაცები ეხლა ხელისუფლების მომხრეები საერთოდ იცინიან, რომ რაღაც თქვა ამაზე და რამდენი დღე უნდა გადაკეტონ კიდე, ხო, ეხლა ერთი წელი კეტავ და ამით ხელისუფლება არ იცვლება, ხო, ხედავთ და რატო ეწირებიან ამ ამბავს. კი ბატონო, ნახეთ, ჩვენ ცოტა სხვანაირად ვუყურებთ ამ თემას, ანუ იქ პირობითად ქუჩის გადაკეტვით რო ხელისუფლება არ შეიცვლება, როგორც რაღაც დეკლარაციის საკითხით რომ ძალაუფლებას არ გადმოგაბარებდნენ, ეხლა ესეთი გულუბრყვილოც არა ვართ და ვიცით, ხო, ამას სხვა დატვირთვა აქვს. ჩვენ რუსთაველი რომ არ გადავკეტოთ, ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ რაღაც ნორმატიულ აქტებს მიიღებენ და შეგვზღუდავენ ტროტუარზეც. ანუ დაიწყებენ შემდგომი ეტაპის განხორციელებას და ჩვენს გაყრას დაიწყებენ ტროტუარიდან. მეორე თემაა კიდე, აუცილებელია პროტესტის მუხტის შენარჩუნებისათვის და იმისათვის, რომ ლეგიტიმური უფლება გქონდეს მოუწადოთ საზოგადოებას, რომ გამოდით ვიყოთ იმდენი, რაც რეალურად საჭიროა რუსთაველის გადაკეტისთვის. როცა შენ თვითონ არ აკეთებ ამას, არ კეტავ რუსთაველს, სხვას და მოუწოდებ, რომ მოდი და გადავკეტოთ, ამაზე უფრო უკეთესი პოზიცია, როცა შენ კეტავ, ამ რისკზე მიდიხარ, ციხეშიც მიდიხარ და ამავდროულად პარალელურ რეჟიმში შენს მომხრეებს, იმათ ვისაც ეს პროტესტი აქვს და სახლში ზის, აი მათ რომ რაღაც ფორმით ვაიძულოთ ეს სიტყვა სწორი არ არის, უფრო აღუძრათ სურვილი ჩვენი მხარდაჭერის, ჩვენ თუ თავგანწირულად არ აღეძრათ აქამდე არ არა, ეს პროცესი რამე არის, ხო? რო გამოდიოდესო, ყოველდღურად იმდენი ადამიანი, რამდენიც ახლა 26 ოქტომბერს გამოვიდა. ხო, როცა მსვლელობა იყო არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, ბუნებრივია იმ დროს არავინ არ დაუჭერიათ, იმიტომ რომ ქუჩა ბუნებრივად გადაიკეტა და როცა ბევრი ხალხი კეტავს, მაშინ არა აქვს ხელისუფლება, ეს არ არის კანონდარღვევა. ხო, ამას არც ამ ახსნა მოქმედებს, არც ის რომ აი ციხეში მიდიხართ და ეხლა ერთი წლის წახვალთ კიდე ციხეში, არ ვიცი. ანუ ეს ხალხი მაინც არ გამოდის იმდენი ყოველდღიურად, რამდენიც საჭიროა კანონიერად გზის გადასაკეთება. ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ნახეთ, 26-ში თუ ჩვენ გამოვიყვანეთ პირობითად 10,000 კაცი, რატო ვერ უნდა გამოვიყვანოთ სხვა დღეებში 3 და 4,000, რომელიც საკმარისი არის ქუჩის გადაკეტვისათვის, ხო? რაღაცას ვერ ვაკეთებ სწორად, ხო? ანუ რას ვერ ვაკეთებ? ნახეთ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, აღარ მალავ, აღარ ფარავ ამას, რომ როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები ვაანონსებთ და მოუწოდებთ ხალხს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ყოველდღიურად გადავკეტოთ, ამ ფორმატში პოლიტიკური პარტიები თავის ამომრჩევლებს, თავის ხალხს არ მოუწოდებენ რატომღაც, რომ მათი ამომრჩეველი, მათი ხალხი გამოვიდეს და შემოგვიერთდეს. აუცილებლად უნდა მივმართო მათ და NGO-ებს ასევე. ანუ NGO-ებიც ძალიან ინერტული არიან იმ პროცესში და პოლიტიკური პარტიებიც რატომღაც აი ასეთი სურათის დახატვა უნდათ საზოგადოებისთვის, არ ვიცი მე ეს უფრო ქოცებისთვის საქმის გაკეთებაა რეალურად, რომ თუ ჩვენ, ანუ საზოგადოების
სამოქალაქო საზოგადოებაზე რაღაც ფორმით ნაწყენი არიან რეალურად და თუ თქვენ ჩვენზე არ ამბობთ რომ მთავარი ფიგურები ჩვენ ვართ, არგი ბატონო აგერ ხართ და მიდით მაშინ გადაკეტეთ და როცა ჩვენ დავაანონსებთ ჩვენ ხალხს მაშინ მოუყრით თავს და გაჩვენებთ თქვენს და იმასაც რომ ჩვენ ვართ აქ მთავარი. ოპოზიციას აქვს ესეთი თავიანთი მოქმედება კონკრეტულად ზუსტად აი ამ ხაზს მიყვება. ამიტომ ვამბობ მე პირველივე შეხვედრაზე როცა ახალად დაიწყო აქციები უпростоრად დაჭერების შემდგომ ჩემი შვილის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი პირველივე შეხვედრაზე როცა ხალხმა კლება დაიწყო და უკვე პრობლემა შეიქმნა, მაშინ ხო არ გვაკეტინებდნენ, მაშინ ლამის ძალით გადავდიოდით, ხო? და ვიკავებდით ქუჩას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა და ჭხუბი გქონდა, ხო? ხშირ შემთხვევაში გვცემდნენ კიდეც, მაგრამ მაინც გადავდიოდით. მაშინაც პირველივე შეხვედრაზე უთხარით, რომ აი შეკითხვა პირადად მე მქონდა ყველა პარტიის ხელმძღვანელები და მეორე პირები იყვნენ ოპოზიციური პარტიების. რამდენი ხმა მიიღეთ თბილისში, საქართველოში რაღაც რაოდენობა 800,000 თუ 700, თბილისში 400,000-მდე. რატომ არ გვეხმარებით პირდაპირ აი ამ ტექსტით, რატომ არ გვეხმარებით? აში პატიმრების ოჯახები უფრო გაერთიანებული ვიყავით და ყველა იქ ვიყავით, რატომ არ გვეხმარებით, რომ პრობლემა არ შეგვექმნას და აი ბრძოლის ფასად არ მოგვიწიოს ქუჩის გადაკეტვა რუსთაველის და რატომ არ ახდენთ თქვენი ამომრჩევლის მობილიზებას, თუ 400,000 ხმა მიიღეთ 3 და 4,000 კაცს მოწოდება, რატომ უნდა გაგვიჭირდეს, ხომ არ უნდა გაგვიჭირდეს. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ სწორედ აი ჩვენი თავგანწირვის ხარჯზე უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკურ პარტიებსაც, NGO-ებსაც, რომ ყოველ დღეს გქონდეთ მოწოდებები, ყოველ დღეს გქონდეთ მობილიზაცია და ყოველ დღეს ჩვენთან ერთად მოახდინონ, ანუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად მოახდინოთ რუსთაველის გადაკეტვა. ყველაზე სწორი რა თქმა უნდა ის არის, როცა კეტავ საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს, დანარჩენი კანონით დაცულ პროცედურებს ვაკეთებთ როგორც საჭიროა. აქვთ ეს კითხვა, რომ თუ ამ ქუჩას ეს კეტავს რამდენიმე ადამიანი, ამის არსი, გარდა იმისა, რომ შეინარჩუნო პროტესტი, რა შეიძლება იყოს, ხო? ნუ ვიღაცა ფიქრობენ, რომ ამის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ხელისუფლებას აჩვენებს, რომ არ გემორჩილებ შენს დრაკონულ კანონებს. და მზად ვარ შენი დრაკონული კანონები მასხრა დავიგდო და მაშინ ციხეშიც კი წავიდე. და ეს მესმის. ეს мотивация. მე კი ბატონო, იმიტომ რომ ხო მართლაც ახლა ხელისუფლებამ ხვალ შეიძლება სუნთქვა აგიგზალოს და თუ კანონში ჩაწერენ რომ სუნთქვა აკრძალულია რუსთაველის გამზირზე, თუ ისუნთქებ უკანონობა იქნება ისიც. ხო, მაგრამ ვერ დაემორჩილები. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კანონს უნდა დაემორჩილო. ხო, ახლა მაგალითად დისიდენტების პერიოდში ზვიად გამსახურდიან, მერაბ კოსტავა რო ავრცელებდნენ არალეგალურ თეატრს, ისიც კანონის დარღვევა იყო. ის იყო კანონის არ დამორჩილება, კანონის დარღვევა, კანონს არ ღვევდნენ შეგნებულად. ხო, ამიტომ როცა ებრძვი ასეთ რეჟიმს, იქ იწევს კანონის დარღვევა, მაგრამ მე რა ხდება, პრაგმატულად ახლა თქვენ ერთხელ იჯეკი ის იყავით ციხეში, სხვაებიც ახლა ეს ხალხი ხო ამოიწურება რაოდენობა და მე ერთი წლით უნდა წავიდეს ეს ხალხი ციხეში თუ როგორ წარმოგიდგენთ. მე ვამბობდი რომ იქნებ რამე სხვა მოსაფიქრებელი. იქ მაგალითად ხა გედი შიმშილობა დაიწყო, შიმშილობის ხო ვერავის მოუწოდე, მაგრამ კარვების ქალაქის გაშლა ან რაღაც არ ვიცი, სხვა იდეები არსებობდეს იქ ტროტუარზე პარლამენტის წინ რაღაცა სხვა ფორმით, რომ ადამიანები ციხეში არ მიდიოდნენ ყოველ დღე, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა განმეორებით მოუწევთ თითო ერთი წელი. ნახეთ, პირველი რაც აუცილებელია საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ციხის არავის არ ეშინია და ციხეში წასვლის გამო ამ დრაკონულ კანონებისადმი მონურ მორჩილებას არავინ არ აპირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენ ვაჩვენეთ პირბადეების შემთხვევაში, ვაჩვენეთ საჯარიმო ოქმებთან შემთხვევაში, თვითონაც გამოვიდნენ, აღიარეს, რომ არ იმუშავაო და ამიტომ ვამკაცრებთ ახლა ციხეებში ვუშვებთო. ჩვენ ამას რომ არ შევეწინააღმდეგოთ, მე თავიდან ასე დავიწყე, რომ არ შევეწინააღმდეგოთ ამას, ჩვენ ტროტუარზე გაჩერებასაც აგვიკრძალავენ, ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, აუცილებლად მოიწევთ. კარვების დადგმა არ ვიცი, რა შეიძლება კარვების დადგმა, რა თქმა უნდა, იქ არავინ არ შეგვატანინებს, დღევანდელი მოცემულობით, დღევანდელი რესურსით. შესაძლებელი არის, ხო, იქ ზევით სულ სხვა თემა, ოღონდ ახლა ტროტუარზე რამდენად მოედანია დიდია. კი ბატონო, ნუ ეს თემაც განიხილება, იქ როცა ვდგავართ, საუბრობთ უამრავ სხვა იდეასთან ერთად, მაგრამ მიმდინარე პროცესში ამ მოცემულობაში ამ რესურსით მხოლოდ ეს არის შესაძლებელი და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მზად არის, ანუ ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, ვინც იქა ვართ, მზად ვართ, რომ პირველი ეტაპი ადმინისტრაციული პატიმრობის ყველამ გავიაროთ.
თუ მოbrunდება მეორე ეტაპი, პირველი მე ვიქნები თუ ამის საჭიროება იქნება, პირველი მე ვიქნები, რომელიც გადავალ და დავდგები და მოვემზადები წინასწარ იმისათვის, რომ ერთწლიანი პატიმრობა რომ იქნება გარანტირებული. ეს აქტიური ადამიანი თუ ციხეში წავა ერთი წლით, საერთოდ ვიღა გამოვა იქ. არა, მე ასე არ ვუყურებ ამას. აქტიური ადამიანების თავგანწირვას, აქტიური ადამიანების ბრძოლას ყავს მიმდევრები, აუცილებლად ყავს, რა ვიცი, მეხოტობე არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ ასეთი ადამიანებს მიყვებიან და გარკვეულწილად მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ და ადამიანთა რაოდენობა მატულობს. კონკრეტულად დაუმორჩილებლობა აუცილებელი ხაზი არის ამ შემთხვევაში, რომ თუ ჩვენ რომელიმე ერთი კანონისადმი დრაკონული, რომელიც რეალურად თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას გართმევს და ქუჩაში გამოსვლის საშუალებას გართმევს, თუ რომელიმე ერთს დავემორჩილებით და მსუბუქად გავატარებთ, ჩვენი ხმა დაკარგულია. მერე მიდგებიან ონლაინ გამოცემებს, მერე მიადგებიან ტელევიზიებს, ჩააბნელებენ სრულად ყველაფერს. აქედან გამომდინარე, რუსთაველი უნდა შევინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. და დღეს ეს გვიჯდება ადმინისტრაციული პატიმრობების ფასად. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აი ის რაც თქვი, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ასევე არასამთავრობოები აუცილებლად მოვილაპარაკებთ, დავასრულებარემ, რომ ყოველდღიური ისეთი აქციები დავაორგანიზოთ, რომ საკმარისი რაოდენობა იყოს მინიმუმ 3000-დან ზევით, რომ ლეგიტიმური უფლება გქონდეს გადავკეტოთ რუსთაველის პროცესი. სხვა საკითხი იქნება. კიდევ არის მეორე გამოსავალი, რომ მაგალითად ყოველკვირეული გახდეს ეს აქციები და შეიძლება კვირაში ერთხელ უფრო გამოვიდეს ბევრი ადამიანი, ვიდრე ყოველ დღე. აი ეს ვარიანტიც არსებობს, ანუ ყოველდღიური აქციები შეიძლება მოწუროს, ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება ჩემი აზრით სხვა რამეც ვფიქრობ, მაგრამ ეს მესიჯები აქვს, ასე ვთქვათ, დარიგებული ქართულ ოცნებას, ტროლების, ბოტებს და ასე შემდეგ. ახლა ერთიც გვიწერს აგერ მასე, რა ქვია, პირდაპირ ეთერზე, რატომ არ ჯდებით თქვენ პირადად ციხეში, სხვებს რომ აყენეთ გზაზეო და იჯდა ეს ბატონი ციხეში უკვე. ასე რომ ხო. ეგ თქვი ზუსტად მეორე 7 დღეზე რო წავალ. მეორე წელზე რო წავალ. ერთი წლითაც წავალო, მაგრამ არ გონია ეს. მე პირადად არ გონია სწორი გზა. ბარემ იმაზე ვიტყვი, აი ყოველდღიური რო დავიდეთო. პოლიტიკური ლიდერები, ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი მიზეზით არიან ციხეში, არმის კომისიაზე რომ არ მივიდნენ და იქ შეიძლება და ბევრი ფორმის მოფიქრება, ისე რომ თან მისულიყავი და თან არ გეღიარებინა მათი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურობა და სხვა გზას რატო არ დადგა. ამ ჩამოშორება მთელი პოლიტიკური ლიდერშიპი ჩამოშორებულია პროცესს. ეხლა ყველა ეს აქტიური ადამიანი თუ ისევ ერთი წლის ციხეში წავა, ისინი ჩამოშორდება პროცესს, ეს რატო მოიტანს უკეთეს შედეგს? გასაგებია რომ იქნება მაგალითი ბრძოლის, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაგალითი ბრძოლის ამ დღეებში ასაც უყურებ, მეტი ხალხი არ მოყავს მაინც აქციას. ბრძოლის მაგალითი ერთია და ჩვენი ძირითადი მიზანიც უფრო დიდი მიზანს ემსახურება ეს და ეს დიდი მიზანი არის ამ არალეგიტიმური თვითმარქვია ხელისუფლების არაღიარება, ხო? მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ეს მარტო ჩემი მოსაზრება იყოს, მაგრამ იქ მდგომი ადამიანების დიდი უმრავლესობაც ასე ფიქრობს, რომ არა ყოველდღიური პროტესტი რეალურად ეს ხელისუფლება შეეცდება გამოაცხადოს პროტესტი უკვე მკვდრად, როგორც პირველად როგორც ვერ გადავკეტეთ, გამოვიდა პრემიერ-მინისტრმა და განაისტრა რატო თუ დაანონსდება, რომ პროტესტი გადადის ყოველკვირეულ რეჟიმში. ანუ ყოველკვირას გვიყურეთ რამდენი ვიქნები. მე მესმის ყოველკვირას როგორც აი 26 ოქტომბერს დაიგეგმა დიდი მსვლელობა, აი ესეთი მსვლელობები დაიგეგმოს. ვთქვათ, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. და მაშინ ყველაფერი ლეგიტიმური იქნება, გადაკეტვაც, ქუჩის გაჩერებაც, რა ვიცი. ეს როგორი რაღაც სასავით არის, იცით? აი საპატიო ყარაულში რო დგახარ და ყოველ დღე უნდა იდგე იმისათვის, რომ თავარი მიზანი საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ პატარა პროტესტიც და ყველაზე მცირე პროტესტიც ვიქნებით აუცილებლად ყოველდღიურად და საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ არ ვაპირებთ შესვლა სახში რამოდენიმე დღე დასვენებას, გამოცხადებას მერე, გამოყვანას, ისევ რამოდენიმე დღე დასვენებას. ეს უფრო მიიღებს რაღაც როგორ ხასიათს იცი, ჯერ კვირაში ერთხელ იქნება. მერე იტყვიან, მოდი ორ კვირაში ერთხელო, მოდი ერთ თვეში ერთხელო და ეს მიილევა. აი ეს მილევის პროცესი არ უნდა დაუშვათ პირველ რიგში, ეს არის უმთავრესი. ქართული ოცნების და არამარტო ქართული ოცნების ახლა გირჩის ეგეთი პარტიების მომხრეები, მე მგონი უკვე გახარიას მომხრე ისინი ამაზე არიან გადასული წარმომადგენლები, რომ დასცინიან პროტესტს. აი, ხო ხართ ახლა 300 არ ვიცი მე რამდენი დღეა დღეს, 365 ხო დაუშვათ ესეთი და
ხო და კიდე მე აღნიშნავთ მე-500 დღის იუბილეს, მე მე-600 დღის იუბილეს და ბიძინა იქნება ისევ იქნება, ანუ ის აქვს რომ გამოდიხართ, არაფერი ამით არ იცვლება, რომ კეტა იცვლება. არ იცვლება. ბიძინა ისევ განწყობაზე ხასიათზე ვერ იქნება. მე რამდენი დღე უნდა აღნიშნოთ, ასე ვთქვათ, ქუჩის გადაკეტვის. ხო, ამით რა ხდება მე ეს კითხვა. ნუ ძალიან გაგვიგზელდა კონკრეტულად ამ ქუჩის გადაკეტვაზე საუბარი, მაგრამ სწორედ ეს არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ რომ იმ ქუჩას მოუშორდებით კიდე შეიძლება იყოს და კარგ ხასიათზე, კარგ განწყობაზე, გამარჯვებულ პოზაში და ამავდროულად ევროპასთანაც გარკვეულად დაიწყებს იმ სიბინძურების ჩამორეცხვას, რომ აი ნახეთ, რაღაცა მოვაგვარეთ, რაღაცა სწორად გავაკეთეთ, შევიდა პროტესტი ფაქტობრივად აღარ არის და ასე შემდეგ და დაიწყებს მოძრაობას ევროპისაკენ. ამ შემთხვევაში თვალთმაქსურ მოძრაობას გულისხმობს იმისათვის, რომ აღიარონ მისი რეჟიმი, თვითმარქვია რეჟიმი, არა იმიტომ, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახადონ, არამედ იმიტომ, რომ მათი თვითმარქვია რეჟიმი აღიარონ და აღიარებული რეჟიმის ფარგლებში მერე იმოქმედონ რუსეთის მიმართულებით იარონ. აი, ეს არ უნდა დაუშვათ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ. ჩემი მოსაზრება შევინარჩუნოთ, ვიბრძოლოთ, აი, შევინარჩუნოთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, ორგანიზება გაუკეთოთ რაც შეიძლება უკეთესად და აუცილებლად გადავკეთოთ რუსთაველის პროსპექტი და რუსთაველის პროსპექტის პარალელურად აუცილებლად სიახლეები არის შესადანი პროტესტში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა იდეების საორგანიზაციო რაღაცა კომიტეტი ან არ ვიცი წინააღმდეგობის მოძრაობის კომიტეტი ან რაღაც რო დაარსდეს, რომელიც მართლა ამას დაგეგმავს და სპონტანური არ იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციის რაღაც კონტურებიც შეინიშნება უკვე, არის საუბრები ჯგუფებს შორის, არის მოლაპარაკებები, არის რაღაც გეგმები, უახლოეს პერიოდში აუცილებლად რაღაც ლოგიკურად ჩამოყალიბდება რაღაც საორგანიზაციო ჯგუფი გარკვეული, რომელიც აი ამ იდეების განხორციელებას წარუძღვება წინ, რაც შემდგომში პროტესტის თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს. ბარემ იმაზე იყო საუბარი ტერორიზმთან დაკავშირებით, ზვიათთან და ვიტყვა ერთი წინადებით ვიტყვი დღეს ზვიათთან მქონდა საუბარი და ვაპირებთ სარჩელის შეტანას პაპუაშვილის წინააღმდეგ აი ამ ბრალდების ზვიადი ტერორიზმის მუხლით არ არის არც გასამართლებულა და ის მუხლიც კი გადაუკვალიფიცირეს უფრო მსუბუქ მუხლად. აქედან გამომდინარე აუცილებლად მოუწევს სასამართლოთი აღიაროს მისი შეცდომა, ბოდიში მოიხადოს იმავე საინფორმაციო საშუალებებით და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ალბათ აუცილებლად ბრალდებებზე აუცილებელია ასეთი რეაგირება. აუცილებლად ვუჩვენებთ სასამართლოში უახლოეს დღეებში. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ზურაბ ცეცხლაძე იყო ჩვენი სტუმარი, ზვიად ცეცხლაძის მამა. მე გემშვიდობით 1 საათით 9:30 დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.